როგორ შეიცვალა ტექნოლოგიებთან ერთად ომი? რუსულმა ომებმა, ანუ დიდმა საექსპედიციო ლაშქრობებმა უკიდურესად დააჩქარა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება. დრონების გამოჩენამ ტანკები საერთოდ მეორე მხარეს გადაწია. ინჟინერში გამოგონებული დენთი და დენთის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა საბრძოლო იარაღი მოხდა ევროპაში. კავალერიამ თავის ის დაკარგა, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, პოლონეთს ყავდა ძალიან ძლიერი კავალერია. ტანკი გამოხდა პირველი, რომელმაც პრაქტიკულად გარდატეხა შეიტანა ბრძოლის ველზე. რაღაცა აჩვენებს ხოლმე რაღაც რაც აკლია, ხო. წერტილებს და მაქედან ხდება მე შემუშავება. პირველი მსოფლიო ომი იყო პირველი დიდი ომი, სადაც იგივე საბრძოლო ავიაცია გამოჩნდა. ხო. თანგრების ომსაც ეძახდა, როდესაც მოხდა გაჭედვა რა და ვეღარ მიდიოდნენ წინ. თანამედროვე სამხედრო ტექნიკის განვითარების კუთხით რა იყო მთავარი მაინცირებელი ფაქტორი? ეს იყო ცივი ომი. ვეღარ ახერხებ მაგალითად იმ ნაკადით გარღვევას, როგორც მაგალითად შეიძლება წარმოედგინოთ. კი, საბჭოთა ბლოკს და დასავლურ ბანაკს მეტნაკლებად განსხვავებული მიდგომები ჰქონდა. ბევრს გონია ხოლმე რომ რაღაც თითქოს ახალი შექმნა, მაგრამ რეალურად საკმაოდ მოდიფიკაციები არის მხოლოდ ახალი და ექვემდებარება ღრმა მოდერნიზაციას. დრონების წინაპრები შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სხვადასხვა ტიპის რადიომართვადი საფრენი აპარატები, ხო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩნდება. ისრაელიდან შეძენილი დრონები, იგივე სკაილარკები, ახლო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სკაილარკები და შორ მანძილზე მოქმედი ჰერმეს 450-ები საქართველოს ყავდა 2008 წლის ომამდე და აფხაზეთის მიმართულებაზე აქტიურ სადაზვერვო ფრენებს ახდენდნენ ესენი. მივედით 2020 წლამდე, როდესაც აზერბაიჯანმა ომი პრაქტიკულად ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით მოიგო. სიტყვაზე ესე მოხდა რაღაცა ირანის საზზე შეჭრა და ესე დომინირებაო, ჩვენ თვითონ ესენ კითხულობდნენ ამას რატომ არ ვაკეთებთო. სომხეთი მოგვივლინა კავკასიაში პირველი ქვეყნად, რომელმაც ძალიან დაჩქარებულ ტემპებში 2-3 წელიწადში რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა მიიღო შეიარაღებაში. 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი თებერვალში პრაქტიკულად მოგვივლინა ბოლო თანამედროვე დიდ ომად, რომელიც პრაქტიკულად არ შეწყვეტილა. ტანკის განადგურება ბრძოლის ველზე გახდა ძალიან მარტივი და იაფი. ამან გამოიწვია ის, რომ ტანკებმა წინა ხაზებზე გასვლა შეწყვიტეს ორივე მხრიდან. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ახლა აქ ირანის თავზე, რაც მანამდე თეორიაში არ იყო მოსალოდნელი. რკინის გუმბათი ყველას გაუგია, მაგრამ საინტერესოა როგორ მუშაობს სინამდვილეში, რა ტექნოლოგიაზე მუშაობს. 10 კილომეტრ მანძილზე შეუძლია 100 კილოვატი სიმძლავრის 30 მმ-იანი დიამეტრის სხივის გენერირება. აინეტი სადღაც რაღაც ქარხნებს ააშენებს და რობოტების წარმოებას დაიწყებს ან რაღაცა ტიპის საბრძოლო სისტემების ან რობოტიზებული ტანკების და ადამიანთა ცივილიზაციას დაუპირისპირდება. თავარი არის ის, რომ ამ ესე ვთქვათ ბრძოლებში და განვითარებაში საბოლოო ჯამში საკუთარი თავი არ გავანადგუროთ.